კვირას 14 ივნისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღევლინა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს ყოველთა ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ათონის წმინდა მთაზე გაბრწყინებულთა და ყოველთა წმინდათა რუსეთის მიწაზე გაბრწყინებულთა. ეკლესია დღეს მოიხსენიებს ღირსმოწამეებს, შიო ახალს, დავით გაბრიელ და პავლე გარეჯელებს, წმინდა მოწამეებს, იუსტინე ფილოსოფოს, სხვა იუსტინეს და მათთან ხარიტონს, ხარიტას, ეველპის, იერაქსის, პეონს და ვალერიანეს. ღვთისმსახურება უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ აღავლინა. თანამსახურებდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე, სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სხვა სასულიერო პირები. წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა და ქადაგებით მიმართა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა, ყოვლად სამღელონო, დემთავარნო, პატიოსანო, მამანო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობიდან მეორე კვირას. დღეს ჩვენ აღნიშნავთ ღირსი ათონელი მამების ხსენებას. შეგახსენებთ, რომ სულთმოფენობას ეკლესია ზეიმობდა თავის დაარსების დღეს და დაბადების დღეს. პირველი კვირა სულთმოფენობიდან ეძღვნებოდა ყველა წმინდანის ხსენებას. დღეს კი წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს ჩვენ ღირსი ათონელი მამების განდიდებისკენ. ასევე ხსენება რუსეთში მოღვაწე წმინდანებისა და როგორც მithქვავს თქვენთვის, აი ეს დღეები სულთმოფენობის შემდეგ, ეს კვირა დღეები დადგენილია იმის ნიშნად, იმის დასტურად, რომ სულთმოფენობის შემდეგ, სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ წმინდა ეკლესია წარმოშობს დიდ ადამიანებს, წმინდანებს, რომლებსაც ჩვენ უნდა მივბაძოთ და რომელთა ლოცვით, რომელთა მაგალითით, რომელთა მოხსენიებით ჩვენ ვიკურთხებით, განვიწმინდებით. და აი დღევანდელ დღეს, როცა ჩვენ ვიხსენებთ იმ მოსაგრეებს, რომლებმაც მოციქულების მსგავსად ყველაფერი მიატოვეს და ქრისტეს შეუდგნენ, წაკითხული იყო სახარება უფალ იესო ქრისტეს მიერ თავისი პირველი მოწაფეების გამორჩევის შესახებ. მან მოუწოდა პეტრეს, ანდრიას, იაკობს, იოანეს და სულ რამდენიმე სიტყვა უთხრა: მოდით და მომდევდით მე, შემომიდექით მე. და ყვნეთ თქვენ მესათხევლე კაცთა და მათ მყისიერად დატოვეს ყველაფერი, მათი საქმიანობა, ოჯახები და გაყვნენ უფალს. და რატომ მოხდა ასე? ასე სწრაფად, ასეთი მონდომებით, რატომ შეუდგნენ უფალს? რა იყო ამის მიზეზი? და აი როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ამის ერთ-ერთი მიზეზი აი ესეთი მყისიერი შედგომისა არის ის, რომ მათ უფალ იესო ქრისტეში დაინახეს დიდი მადლი, დაინახეს უმჯობესი, უკეთესი, ვიდრე ოდესმე რამე ენახათ და გაეგონათ. და ეს არის საერთოდ ადამიანური ბუნების თვისება. როდესაც იხილავს ან იგემებს რაიმეს უმჯობესს, ადამიანი ტოვებს უარეს და ირჩევს აი ამ უმჯობესს. და ამიტომაც ისინი გაყვნენ უფალს. და აი მოხდა ზუსტად ის, რასაც შემდგომში უფალი იესო ქრისტე აღწერს თავის იგავებში, ყანაში
დაფლული საუნჯის შესახებ და ძვირფასი მარგალიტის შესახებ. ეს არის ასეთი ყველაზე მოკლე იგავებია სახარებისა. უფალი ამბობს, რომ მსგავსია სასუფეველი ცათა ყანაში დაფლული განძისა, რომელიც ადამიანმა იპოვა და წავიდა სიხარულით. ჯერ დამალა ეს განძი და სიხარულით წავიდა, გაყიდა ყველაფერი და ეს მიწის ნაკვეთი იყიდა. და სასუფეველი ცათა მსგავსია ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ძვირფას მარგალიტებს. და აი მან იპოვა ასეთი მარგალიტი და წავიდა და გაყიდა ყველაფერი და აი ამ ფულით იყიდა ეს ერთი მარგალიტი. და ეს განძი და მარგალიტი რა არის ძვირფასო ძმებო და დებო? ეს არის რწმენა უფლისა და ამ რწმენის ძალით მეშვეობით ღმერთთან ურთიერთობა, ღმერთთან კავშირია, რომელიც ჩვენ უკვე ნათლობიდანვე გვეძლევა. მაშინ ისმის კითხვა, რომ რატომ არ აფასებს ბევრი ადამიანი სათანადოდ ჯეროვნად აი ამ განძს და საუნჯეს და ადვილად ცვლის მას რაღაცა ამასოფლიურ ამოებაზე. და აი როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ამისა გახლავთ ის, რომ ადამიანს აღზრდის დროს არ აზიარებენ ამ საუნჯეს. ანუ ბავშვობიდანვე. და მან არ იცის აი ამ მადლის გემო, ამ მაღალი სულიერი მდგომარეობის გემო არ იცის. და მაშ რა იცის მან? მან იცის უარესი მდგომარეობების ეს გემო იცის. და აი ამ უარესთა შორის რომელია მეტად თუ ნაკლებად უკეთესი თუ უარესი, აი ეს იცის მხოლოდ. და ამაზე აფუძნებს თავის შემდეგ თავის შეხედულებებს. ანუ ვიმეორებ, მან არ იცის მაღალი სულიერი მდგომარეობის განცდა, არ უგემია ეს. და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ზოგიერთ ადამიანს უფალი მოუწოდებს და ისინი მიყვებიან მას, ზოგს კი უფალი მოუწოდებს და უფალს გაურბიან. აი რა დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი შვილები ბავშვობიდანვე ვაზიაროთ ქრისტიანულ ღირებულებებს, რომ ჩვენც ვუპასუხოთ უფლის ამ მოწოდებას და ჩვენი შვილებიც მივიყვანოთ ამასთან, რომ არ ვიაროთ სიბნელეში, არამედ ნათელში ვიაროთ. და რას ნიშნავს, როცა ჩვენი შვილები ბნელსაშინა დადიან, ბევრ ჩვენგანს განუცდია ეს. როცა შვილი გზას აცდება და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, ამაზე დიდი სიმწარე მშობლისთვის და ტკივილი ალბათ არ არსებობს. ამიტომ დავფიქრდეთ ამაზე. გონიერი ადამიანი ყოველთვის უპასუხებს უფლის ამ მოწოდებას. იყავით სრულ, როგორც მამა თქვენი ზეცათა სრულ არს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ათონელი ღირსი მამების ხსენებას, მათი ლოცვით შეგვეციოს უფალი, რომ ყოველთვის გვესმოდეს ქრისტეს ხმა და ვუპასუხოთ მას სიწმინდისაკენ, სრულ ყოფილებისკენ სწრაფვით და იმით, რომ ჩავწვდეთ ცხოვრების უმთავრეს მიზანს, რომ პირველად ვეძიებდეთ ღვთის სასუფეველს. მაგრამ ამისთვის ეს მადლი რომ მოვიხვეჭოთ, აუცილებლად უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა, რადგან როგორც გვასწავლის წმინდა წერილი, მხოლოდ მდაბალთა მიანიჭებს მადლს უფალი და უფალი მდაბალთა აცხოვნებს
ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი. ქადაგების დასრულების შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ მრევლი დალოცა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ინტეგრირებული თეატრის აზდაკის ბაღის წარმომადგენლებს საიუბილეო ჯვრები გადასცა საჩუქრად. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჯვრები საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით შეიქმნა. აბა გაიხარე და მადლობა და მოდით ხოლმე. შენც პოეზია არის ეს. კი.